როგორ შევამოწმოთ, ესე იგი სავიზო აპლიკაციის სტატუსი. ანუ მოგცეს ვიზა, დაიბეჭდა უარია თანხმობა, წამოვიდა თუ არა ვიზიანი პასპორტი TNT ოფისში, ანუ საფოსტო კომპანიაში და ასე შემდეგ. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? ამისთვის უნდა ესე იგი აუკრიფოთ Google-ში ესეთი სიტყვა CAC Consular Electronic Application Center. დავაწვეთ ამას, გამოვა გვერდი, აი აქ არის არასაიმიგრაციო ვიზა, ტურისტული, სასტუმრო და ასე შემდეგ. შევდივართ აქ check my visa application status. აქ უნდა იყოს non-immigrant visa. აქ თქვა თუ თბილისში გავიარეთ გასაუბრება უნდა ავირჩიოთ აქ ჯორჯია თბილისი. შემდგომ ჩვენ გვჭირდება ესე იგი სავიზო აპლიკაციის DS160-ის confirmation ნომერი, დასტურის ნომერი. ყოველთვის ასე იწყება AA00, ეს არის ვიზაზე როცა შედიხართ, თქვენ გაქვთ სურათიანი შტრიხ-კოდიანი ფურცელი, რომელიც კონსულს უნდა მიცეთ. იქ წერია ეს წითლად, აქ არის AA00 და მერე შემდგომ მიდის ციფრები და ასოები და ასე შემდეგ. ეს უნდა შევიყვანოთ, ოღონდ აქ თუ ესე ვთქვათ, პრაველი იქნება და რაღაც სივრცეს უნდა წავშალოთ. შემდგომ ჩვენი პასპორტის ნომერი, რომელიც პასპორტში წერია მარჯვნივ ზემოთა მხარეს. აქ თქვა ჩავწერეთ. ჩვენი გვარი ინგლისურად, პირველი 500. როგორ წერია პასპორტში. შემდგომ აი ეს რა კოდი უნდა ავკრიფოთ აქ, რაც გამოვა. და დავაწვევით ღილაკ წითელ submit-ს. გამოვა ფანჯარა, ხედავთ, აქ წერია refused. ხო ინგლისურად, მაგრამ აი ეს ლურჯი წარწერა რაც არის, ეს ამნიშნავს, რას ნიშნავს ეს? ანუ ადამიანი შევიდა და უარი აქვს ვიზაზე. მიიღო უარი. შემდგომ თუ თანხმობა არის, აი ესეთი რაღაც ეწერება approved. APPROVET, აი ესეთნაირად ეწერება, აი აქ ლურჯად. შემდგომ ეს თქვა შევიდა და იმ დღესვე თანხმობა მისცეს. ეხლა ნახეთ რა ხდება. შემდგომ მათ უნდა დავეჭდონ ვიზა პასპორტში. როცა ისინი უკვე ვიზას დავეჭდავენ პასპორტში, აი ესეთი წარწერა იქნება აქ ის სუედ დაიწერება აქ და შემდგომ მეორე სამუშაო დღეს ისინი გაგზავნიან საკურიერო სერვისით TNT პოსტაში თბილისში. სავარაუდოდ აღმაშენებლის 25-ში გააჩნიათ თქვენ რა გაქვთ მითითებული use travel doc-ის ესე იგი რეგისტრაციის დროს. თქვენ უნდა ნახოთ ვიზიტის ფურცელი, სადაც წერია როდის ხარ თქვენ და მწვანე ფურცელია, იქ არის ესეთი კოდიც არის, UID კოდიც წერია და იქ აი ამ მეორე გვერდზე document delivery-ში წერია რა მისამართზე მივა. სავარაუდოდ ეს TNT ოფისი მდებარეობს აქ, აი თქვენ ხედავთ დავით აღმაშენებლის 25 თბილისში. ესა მათი ტელეფონი, შეგიძლიათ დარეკოთ, ოღონდ უნდა უთხრათ ეს UID კოდი. ეს UID კოდი თქვენ გაქვთ როცა თქვენ რეგისტრირდებით ამ პორტალზე. თქვა თქვენ ხო რეგისტრირდებით, აქ ამის პაროლიც უნდა გქონდეს, ანკეტის პაროლიც უნდა გქონდეს, ნორმალური კომპანია თქვენ აუცილებლად ამას მოგხსნათ, თუ არა უნდა მოთხოვოთ. აი აქ ხომ რეგისტრირდებით არასაიმიგრაციო ვიზაზე. თქვენ პორტალი არის ესეთი და თქვენ იქ გაქვთ ასე ვთქვათ UID კოდი მინიჭებული ვიზიტის ფურცელზე და შემდგომ თქვენ მიდიხართ TNT ოფისში. TNT ოფისი შეიძლება იყოს თუ ქუთაისიდან, შეიძლება ქუთაისი გქონდეთ მითითებული რეგისტრაციის დროს.
ან ბათუმი და იქ მიიღო ვიზიანი პასპორტი, იქ მიგაქვთ პირადობის მოწმობა, იმიტომ რომ დაადასტუროთ თქვენ ხარ და ეუბნებით ამ UID კოდს. შემდგომ იღებთ ამ ვიზიან პასპორტს. თუ ბავშვზეც არის მოსული, მაშინ მისი დაბადების მოწმობაც საჭიროა თქვენ დაადასტუროთ, რომ თქვენ მშობელი ხართ. რადგან ბავშვს შეიძლება პირადობის მოწმობა არ კონდეს. და ასევე მაინც არასრულწლოვანზე მაინც საჭიროა დაბადების მოწმობა. აი ამ ოფისში მიდიხართ, ეს არის მშრალ ხიდთან. ეს ყველა მიცის აქ შიგნით შეხვალთ, ეტყვით, რომ ამერიკული ვიზიანი პასპორტი გაქვთ გამოსატანი და UID კოდს ეტყვით და გამოიტანთ. ეს არის სულ. არის კიდე სხვადასხვა ვარიანტები, ადმინისტრაციული შემოწმებაც არის ხოლმე, მაგრამ როცა ისუე დაიწერება, ესე იგი ვიზა უკვე პასპორტშია და ამას მეორე სამუშო დღეს ისინი გაგზავნიან. აი ამ ისუედის დაწერის მერე 3 დღის მერე შეგიძლიათ მიბრძანდეთ TNT ოფისში და გამოიტანოთ პასპორტი. ეს ხდება შემოწმება. ეხლა რაც შეეხება არასაიმიგრაციო ვიზებს. აი თქვათ ვიღაცას მიყავს თქვათ ამერიკის მოქალაქეს დედა მიყავს იმიგრაციაში და ასე შემდეგ. აქ შემოწმება მაშინ იმას აქვს შევსებული DS 260, ეს არის საიმიგრაციო აპლიკაცია და ის მიდის იმიგრაციით, აქ სხვანაირად აქ იწერება case ნომერი, რომელიც იწყება თუ თბილისში გაიარა ინტერვიუ, მაგალითად იწყება TBL 1000. აი ესეთი და ამ კოდს შეიყვანთ აქ და ნახავთ. უნდა დაიწეროს ისუედის დაწერის მერე უკვე პასპორტში მიდის TNT ფოსტაში რო იცოდეთ. ეს არის თქვათ, ან მეუღლე მიყავს ამერიკაში იმიგრაციით და უნდა მიიღოს green card და ასე შემდეგ. ეს არის ესე იგი განყოფილება საიმიგრაციო ვიზა. საიმიგრაციო ვიზა თქვათ, მეუღლე მიყავს, ლატარია მოიგო green card, თქვათ, დედა მიყავს ამერიკაში არატურისტული ვიზით, იმიგრაციით, რომელსაც ჩაბარებული ქონდა ეს ფორმა. აი 130 და შეავსო DS 260. როცა ტურისტული სასტუმრო და უბრალოდ ცოტა ხნით მონახულება, ეს ფორმა არის DS 160. ეს ყველაფერი წერია თვითონ დასტურში. ესე იგი აპლიკაციის შევსების დასტურში. ან თქვენ არასაიმიგრაციო ვიზაზე, სადაც დარჩენის უფლება არ აქვს და მუშაობის უფლება ამერიკაში ავსებთ ამას საუბრობთ და როცა თქვენ მიდიხართ იმიგრაციით, ავსებთ ამას და გააქვთ ესეთი კოდი. და როცა აი ამ აპლიკაციას ავსებთ, კოდი არის ყოველთვის ესეთი. რა ვიცი, წარმატებას გისურვებთ.